როდესაც ადამიანი ადრე ქვისხანა წარმოვიდგინოთ, სადღაც ტყეებში ცხოვრობდა, გამოქვაბულებში და პირველ პროგრესს აკეთებდა, მას ჯერ მეტყველება არ ჰქონდა. დამწერლობა საერთოდ გვიანდელი მოვლენაა, მაგრამ მეტყველება უფრო ძველია. მაგრამ აი მაგ პერიოდშიც იყო ძალიან ესეთი პრიმიტიული მეტყველება და რეალურად რის გამო ამოიდგა ადამიანმა ენა. ის თავიდან კომუნიკაციაში შედიოდა შეხებით, ბგერებით, ჟესტებით, მიმიკებით და ასე შემდეგ. თუმცა იყო მასში რაღაც და სხვათა შორის ეს დღემდე არის ეს რაღაც. რისი გამოთქმაც აი მაშინდელი მეტყველების აი ამ ხელსაწყოებით შეუძლებელი იყო. და ამიტომ ადამიანმა როგორც იქნა ამოთქვა პირველი სიტყვა. ესე წარმოიშვა სიტყვა. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ადამიანი მოწყდა ამ თავის სამყაროს ცივილიზაციასთან ერთად, დროსთან ერთად და ამ მოწყვეტილ მდგომარეობაში მისი მეტყველებაც მოწყდა იმას, თუ რა არის მართლა სათქმელი, თუ რა არის გულწრფელად მასში შინაარსი, რომელიც უნდა სიტყვებით გაჟღერებულიყო და ამის ნაცვლად განყენებული, გარედან შემოსული ინფორმაციებით გაივსო ჩვენი მეტყველების აპარატი და თავისით არის გაშვებული პროგრამა. ეხლა სირთულე რაშია? შეიძლება ალოგიკურად საუბრობდეს ადამიანი, შეიძლება ლოგიკურად საუბრობდეს, მაგრამ არც ერთი ეს არ ნიშნავს, რომ საუბრობს იმას, რაც მას მართლა აქვს სათქმელი. და ამიტომაც მუდმივად ფრუსტრირებული და დაუკმაყოფილებელი რჩება.